გაუმარჯოს YouTube-ს. მოგესალმებით ყველას. გაუმარჯოს მონადირეებს. ვინც ჩვენ გვიყურებს, ყველას გაუმარჯოს. ირაკლი, ეხლა სანამ ჩაწერას დავიწყებთ, შენთვის მაქვს აჩუქარი. პირადად ჩემგან შენ აი შეყავი ხელი შიგნით ტორპედოზე დევს. გემრიელია და იჭმება? კი. რა ვიჯო. რაღაცა. შლემი არის, თბილი. მუზარადია. მოიხადე აბა კოდი და დაიფარე. ეგ ჩამომეტევა თავზე? არ ჩამოგე ზამთრის კამუფლაჟია, ზამთრის სანადირო ჩვენიერი იქნება რა. თბილი არის ფლისი, ხო? არ ჩამოგეტევა და დავკეცავ, ჩავდებ, წავიღებ უკანაც. მაგი მეძე იყავ. კარგად გადაჭიმ გადმოჭიმე უკან. და თან შეგიძლია აკეცო და თუ არ გინდა ნიღაბი რო იყოს, შეგიძლია აკეცო ქუდათ იხმარო. ხო თბილია. თბილია, კი, საერთოდ. მადლობა. იყავი მაგით გადავიღო თქვენ გეფარ. აიცა ბიჭო. ლამაზად მოიყოს მაშინ და. არ არის ლამაზად. მე გავასწორებ ლამაზად. მადლობა დავით. აუცილებლად გამომაგდება. ზამთრის ცივიან ღამეებში ხსოვს გაჩერდებით თორე შემოვაიხვი. თან თუ თოვლი იქნება. ხო, თოვლის პერიოდში, ხო. დღეს ახლა როგორც შეგპირდით რომ რაღაცა გამორჩეული თოფებიო და მაგდაგვარი რომ საინტერესო საყურებელი იყოს, დღეს აი ესეთი მოდელი ჩაგვივარდა ხელში, ეს არის TOZ 34, რომელიც არის გამოშვებული 84 წელში, არის სასაჩუქრე ვარიანტი, რასაც ერქვა პადაროჩნი, საკმაოდ ძვირადღირებული თოფია, სულ ახალი იყო ეს, როდესაც შეიძინეს. აქ უყურეთ ესეთი ჩუქურთმები, ეს არის მოვერცხლილი და ორსასხლეტიანია, ეს სასხლეტები არის მოოქროვილი და ასევე მოოქროვილია აი იმის დატენის ინდიკატორები რო იწევს ზემოთ, აი ეგ ინდიკატორებიც მოოქროვილია. ესე იგი, ამის ზედაწერია მე ცოტა ხანი ახლა 1-2 სიტყვას ვიტყვი და მე ირაკლის გავაგზელებინებ, ხელს აღარ შეუშლი. ხო და ესე იგი, ამას აწერია 18 და 5 ამის გაბურღულობა. ხო და ქვედა ლულა არის 0.9, თითქმის სრული ჩოკი და ზედა ლულა არის 1.25, ანუ გაძლიერებული სრული ჩოკი. ეს შტანგელითაც გავზომე და დავწმუნდი რომ ასეა იმ 18 და 5-ის მიმართებაში. ახლა მე გავჩუნდები ირაკლის რომ აღარ შეუშალო ხელი და გავაგზელოთ. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მიდით თავს. 3, 2, 1. ერთხელ მოგესალმებით და დავიწყოთ იქიდან რომ ეს თოფი ერთადერთი ერთადერთი სერიული თოფი იყო თავის დროზე, რომელიც იყო სუფთა რუსული, ანუ არსაიდან მოპარული არა, არსაიდან გადმოღებული და კოპირებული არა, ეს დააპროექტა ნიკოლოზ კროვიაკოვმა, იყო ასეთი რუსი ინჟინერი, რომელმაც შექმნა ეს მოდელი. განსხვავებული მოდელია ეს თოფი, ამ თოფს მიღებული აქვს მონტე-კარლოში ოქროს მედალი თავის დროზე. როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თოფი და კლასიფიკაციად გადის სუბუქთოფების კლასიფიკაციაში. საერთაშორისო ძალიან დიდ ხანს იწარმოებოდა და მეორე მონადირისთვის ძალიან მიუწვდომელი ფუფუნება იყო ამ თოფის შეძენა, იმიტომ რომ ყველას არ შეეძლო ასე ვთქვათ რა, ისეთი ძვირი ღირდა თავის დროზე. ეს თოფი გამოდის რამდენიმე მოდიფიკაციაში. ეს კონკრეტული მოდელი არის პადაროჩნი, რაც მიგვანიშნებს დატანილი ეგურე 100 P და წელი 84 და სერიული ნომერი. ანუ P წინ არ ნიშნავს პადაროჩნის. ამ P-ს მაგალითად თუ იქნებოდა იქნებოდა იუბილეინი და იყო კიდე სუვენირნი S C უსული S შტუჩნი. და შტუჩნი შ7. ეს მოდელები თქვენისგან განსხვავდება მხოლოდ შესრულების მანერით. ანუ აქ არის შავი მოსევადებული ლულის კოლოფის არხი, ხო თვითონ ლულის კოლოფი და რელიეფური გრავირებით არის ლოსებით, რომელიც ძალიან ელეგანტურად გამოიყურება და მაღალ დონეზე არის შესრულებული.
და რელიეფური გრავირება, ღრმა რელიეფური გრავირება, გერმანელებისთვის დამახასიათებელი და ეს გრავირება გადადის ლულის სახაზინო ნაწილზე და აკორდიოფორული ლამაზად არის გადატანილი. მოგეხსენებათ რომ მაგ დროს როცა ეს ტოფები მზადდებოდა ისე განვითარებული არ იყო მანქანური გრავირება და 90% ამ გრავირებისა ხელით არის შესრულებული არ დაგავიწყდეთ და ამ ყველაფერს ჭირდება მაღალ კვალიფიცირებული შემსრულებლები, ანუ თავის საქმეში დაუსახლებულები ხელოსნები, რომლებიც ასე ლამაზად ართმევენ თავს. ეს ტოფი ამ ტოფს პირდაპირ აწერია რომ არის დამზადებული SSR-ის დროს 94 წელს. მოიცადე გავადიდო აბა თუ რამე ეშველება. თითით მიუთითი აბა სად არის? აი, ძელანოვ SSR. ხო, აქ კამერაზე ეხლა ის არის, რა ქვია, მზე მირტყავს მონიტორის მხრიდან და. ხო. ხო, SSR-ი აწერია კი. ხო. და უყურაზევით ტოლის ქარხნის ნიშანია სამკუთხედი და შუაში 100-ია, რუსული 100-ია. აჰა. ეს ნიშნავს რომ ტულის ქარხანაშია დამზადებული. სუფთა ტულაა. ტულა, კი. მე რა მომეწონა იცი ეს ნახე. აი ამაზეც რო ისინი აქვს ნახე ირაკლი ხო, მოწონა. გრავირება, კი. ხო, ერთი ბეწო დეტალებზე. გრავირებულია. ქოვითარ წარწერა ბაიკალ. ლათინურად რო იმიტომ რომ საექსპორტო ვარიანტია კი და სასახლე დეკავების დამცავ დაფხაზე კალზეც მიქცებულია მოდელი. ხშირ შემთხვევაში ასეთ მოდელებზე ლუაზე მითებული იყო ხოლმე, ну აქ ვერ ვიპოვე ახლა შეიძლება სადღაც კი ეწეროს თვითონ დამამზადებელიოს ანუ მელულეს გვარის წერებოდა ხოლმე გაკურული ხელით და ამ წყობის ასე ვთქვათ ბორკას ვიცაკე ამ წყობას ვიცაკეთებდა ამ იარაღის იმათი გვარებით, მაგრამ ამ შემთხვევაში არა აუცილებლად წიგნში ამას წიგნი მოყვება ხოლმე პასპორტში ყოველთვის ვიცი ყოველთვის იქნებოდა მითებული ის ამ წყობით ის მელულეს და ასე შემდეგ. განსხვავება ამ თორმებს რა აქვს? ლულა სტანდარტულად 70 მმ-იანია, ანუ 7 სმ სავაზნი არ არის მაგნუმის ლულებზე გათვლილი. გაბურღულობა 18 მმ-ია და განსხვავება როგორც ახლა შენ აღნიშნე არის ის რომ შეიძლება ლულაზე ეწეროს პირდაპირ ჩოკი პოლიჩოკიო, მაგრამ წესი და კანონით აწერია ხოლმე ჩოკი პოლიჩოკი აწერია, მაგრამ წესით შტანგელით და პროზუსტის საზომებით თუცა გავზომავთ ამ ლულას დარწმუნდებით რომ ქვედა ლულა 0.5 მმ კი არა, რომ ნახევარ ჩოკი კი არა, 0.9 თითქმის ჩოკამდეა და ზედა ლულა გაძლიერებული ჩოკია. ამიტომ ძალიან ხშირად ასეთი ტიპის მონადირეები აწყობიან ხოლმე პრობლემას მწყერზე ნადირობის დროს, ძალიან შეკრულად გააქვს საფანტი და გაშლა არა აქვს. ახლო მანძილში ან გაგლიჯა გააფუჭებ, ან ასენ სპრინულს. ეს ტოფები უფრო შორმანძილ დისტანციაზე არის გათვლილი საფანტის სასრულად. აუცილებლად საფანტის სასრულად. წინა ვიდეოშიც ვილაპარაკე რომ ეს ლულები არ არის გათვლილი სლაგ ტყუების სასრულად მით უმეტეს კალიბრული კიდე შეიძლება, მაგრამ სლაგ ტყუები ანუ კალიბრული ტყუების სასრულად ეს ამ ტოფების ლულები არაა გათვლილი. დაიმახსოვრეთ, არ არის გათვლილი. კიდე პლუსი რა აქვს ამ ტოფს? ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ ამ ტოფის რყევის შეჩერება თუ ასეთი თუ დაიწყო. და ძალიან მარტივად ხდება, განახება ხლაგას ხდება. აი აქ სამს სეპარებს შეხედე, ორი ჭრილია, ხაი დააკვირდი, ერთი და ორი. თუ ხედავ აქ, აი. ხედავ? იცოდე. აი ეს არის. სახრახნესის ჭრილებია. კამერაზე მე მგონი უკეთესად აჩანს, აბა ისე აჩვენე. აი ერთი და მეორე აქ. კი. ამის მოშვების შემთხვევაში სანემ სეფარი ცურება იხსნება და აი ამ მათ შორის შეგვიძლია ჩავაყენოთ თხელი ფირფიტა, თითბერის ან პრასტავკა. ხო, პრასტავკა რაღაც ესეთი, რომელიც ამ სანემ სეფარს წინ წამოწევს და ჩაკეტვის შემთხვევაში უკვე ის ასე ვთქვათ, ყევები აღარ ექნება, შატკები აღარ ექნება. კარგი, შენ ახლა იგითხარი, აი ეგრე ყევები რატომ ეწყება და მიზეზი რა არის ძირითადად? ძირითადად ხმარები, ძლიერი ვაზნები და ცოტა უდიეროდ აკეცვა და ხურვისთები, მაგრამ ძალიან არტყავენ ხოლმე და არ უნდა იკეცოს რბილად. და არა ისე აკრა რა, რომ მუზიამდება. ჩაკეტვის სისტემა რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული ძალიან ძლიერი ჩაკეტვის სისტემა მეთქი ამ ტოპს ეგრე არ არის. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ყველაზე ასე ვთქვათ, სუბუქად რო ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ჩაკეტვის სისტემა აქვს. აი ქვედა ლულას ხედავ, ლულის ქვედა ღრიჭოს.
აი ამაში იკეტება და ქვეშ დააკვირდი აი ამ ადგილს. აი უყურე თითისაც დავადებ თეთრი ფერის რო. რო შემოაბრუნო არ ჯობია? აი ეს ორავი გამოჩნდება, აი ეს ადგილი. მაგრამ სანამ საფარის კორიდორი გამოდის. აი. კი ცოტა ჩაღრმავებული როა. ხო. ანუ ეს ადგილი ჯდება იმაში, ხო? ეს გამოდის წინ. უყურე დააკვირდი, აი დააკვირდი გამოვახლა წინ ცოტა. აი ეს ადგილს დააკვირდი ქვევით. აი თეთრ ხედა, აი ეს გამოვიდი და შევარდება შიგნით იქ. შეიკეთება რა. ეს უფები გამოდიოდა 12 20 38 კალიბრებში. 16 კალიბრის ესტოფები მე არ შემოხვედრია და როგორც მახსოვს არც დამზადებულა. მაგრამ გამოდიოდა 20 კალიბრის და 38 კალიბრის და 22 კალიბრისაც გამოდიოდა ესტოფები. მცირე რაოდენობით ყველაზე დიდი პარტია გამოვიდა 12 კალიბრის ეს კონკრეტული ტოპები და გამოვიდა სხვათა შორის უკვე სერიულ წარმოებაში რომელი ტოპებიც გამოვიდა იყო ან წიფლის კონდახით ან ბერიოზას კონდახით თეთრი ფერის კონდახი და მე ბაიცით დაფარულია ეს ბერიოზა არყისხე ხო თეთრი ფერის ფერის კონდახი იყო ამ და საიუბილეო და განსაკუთრებული აი ესეთი იშვიათი ტოფებისთვის გამოიყენებოდა მაღალი ხარის კაკალი, აუცილებლად მაღალი ხარის კაკალი გამოიყენებოდა და აი როგორც ხედავთ აქ კიდევ ერთხლის ჩანართები აქვს. და რელიეფური გრავირებაც ჰქონდა ხსა. ამ ეს კონკრეტული მოდელი არის TOZ 34 ერი ერი რასაც ნიშნავს რომ არის რეზინის პიჩით ერი ნიშნავს რომ რეზინოვი პიჩი. სულ მინდოდა მეკითხეს ერი რა არის? ანუ უკან სამხარე. პიჩი აქვს რეზინის. ამორტიზატორი რეზინი. ხო და ეჟექტორები როცა კიდე ნიშნით აღნიშნება სეჟექტორამი რა. კაი, შენ ერთი ახლა ბოდიში გაგაწყვეტინო, ერთი ეგ მითხარი და აღარ შეგიშლი ხელს. უყურე იყო საიუბილეო სასაჩუქრე შტუჩნი, ანუ ცალობითი და აი იმაზე საიუბილეო სუვენირული ანუ სასაჩუქრე და მაგ შტუჩნი რო თქვა სასალოებში. აი ყველაზე პრესტიჟული, ანუ იერარქიულად როგორ იყო, ხო არ გახსოვს? ესე იგი, მაში სასაჩუქრეში უყურე როგორ ხდება იერარქიულად მაგას ვერ იტყვი რომ აი ეს უკეთესი იყო ანუ რომელი უფრო პრესტიჟულია რა უფრო ბლატნოი რომელია სასაჩუქრე ვარიანტი იმიტომ რომ ეს ძირითადად საჩუქარში მიდიოდა და ჩუქნდნენ მაღალი რანგის კომპარტიის წევრებს ასე ვთქვათ რა აი როგორც იყო ზეკას მდივნები და ანუ ეს თუ არ შეუკვეთავდა სასაჩუქრე ესე არ მზადდებოდა ხვდები სასაჩუქრე მზადდებოდა იმ შემთხვევაში როცა რაღაცა შეკვეთა იყო შეუკვეთავდა დაუშვათ რომელიღაცა ორგანიზაცია თავისი ხელმძღვანელისთვის და ამზადებინებდნენ და ოფიციალურად გადასცემდნენ და აი ეს საცალო ნაკეთობა და ის უკვე მაღაზიაში გაყიდვაში შედიოდა და ასე ვთქვათ მრავალფეროვანი მორთულობაც არ აქვს იმ თემებს უბრალოდ განსხვავება აქვს საცალოს აქვს თეთრი ფერის უჟანგავი კოლოფი აქვს ლულის კოლოფი ნეჟავეიკის ან თეთრი ფერის რა არის ჟანგება უჟანგავი რა თეთრი ფერშია და კაკალი იგივე ჭდება გრავირებას ზევიდან აღარ აქვს გვერდებზეა გრავირებები და ისიც ის არის ძალიან ისეთი არა ვთქვათ არა მაღალ დონეზე შესრულებული გრავირება უცბად ამოჭრილი რაღაცები მე ჩემ მეგობრს აქვს ეს დოფი და იმასაც განაღო თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ საცალო სასაჩუქრე და საცალო და მეორე აი იყო საიუბილეო მოდელებში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ლულის გაბრუღლობას ანუ არჩევით ხდებოდა ლულები ანუ ის ლულები ცალკე გადაალაგდებოდა ხოლმე რომლებიც უკეთესები იყო კარგად გაბრუღლები და ბალანსებული კარგად შედგებული და შემდეგ და უკვე აი იმ ლულებზე აწყობდნენ ამ მოდელებს რა და ისე საცალო ჩუღლებებს მას რა ქვია რა ქვია იმას კაცო წარმოებაში გაშვებულ რიგით ტოფებს აი ესეთი კაცრი კონტროლი მიუხედავად იმისა რომ კონტროლი მაინც იყო ლულებზე მოწონდებოდა აი ეს კაცრი კონტროლი და ის არ მიდიოდა იმ ლულებზე ნუ ლულა და ეს არჩევით ხდებოდა ამის ლულები და მე ხდებოდა გრავირება და მონიშნა და სხვადასხვა შორის ასეთ ტოფებს უფრო ციფრი სერიული ნომერი უფრო დაბალი
ნიშნული თავს ხოლმე ვიდრე წარმომაში გაშუღული თავს. მოთხოვნა ბევრი ციფრები აქვს რა წინ ამ ნახე ამას 4 ციფრი ქონდა. 4 ციფრიანებია ესენ ზირთადად რა. მე 5 და 6-იანებიც მახსოვს. კი. ის პირველი ორი როგორც ვიცი წელია და დანარჩენი უკვე. კი ბატონო, უბრალოდ ეგრეა. და ახლა კიდე რა ხდება? პირველი მოდელები რომლებიც გამოუშვეს, ის იყო ორმაგის ჩვეულის ღილაკით. ანუ ჩვეულის ღილაკზე ზევიდან კიდე ქონდა დამატებითი ღილაკი. ვიცი, კნოპკა, პატარა. გამოწეული პატარა კნოპკა რა, ესეთი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა იარაღის დაშლა წინასასხლელები და იმ კნოპკით იშლებოდა ეს იარაღი. მე გაუკეთეს რთული იყო საკმაოდ ის იმით დაშლა წინასასხლელიდან მანიპულირება ჭირდებოდა და უკვე მე შემდეგ მოდელებს გაუკეთეს გვერდიდან ფლაჟოკი ესეც შესაძლებელი იყო. იმას ჩავაბრუნებდით და უკვე ლულები გადახსისას ძვრებოდა ლულის კოლოფს. შემდეგ აი ამ საიუბილეო მოდელებზე არც გვერდ ფლაჟოკი აქ ვარ დაემახინჯებინა გვერდ ფარები არც ღილაკი არა პირდაპირ დაუტოვეს ესეთი ძველის ღილაკი რომლის მეშვეობით და სასხლდების მეშვეობით ხდება ამ ტოპის დაშლა. ამ ტოპს კიდე განსაკუთრებული აქვს ის რომ გვერდთა გამჭოლი შარნირი არ აქვს, ანუ შარნირზე არ ბრუნავს ლულები ბრუნავს გვერდ დატოვებულ ლიანაზე რელსებზე, ჭრილებზე, ჭრილია დატოვებული ლულის კოლოფზე და შესაბამისი ნაწილებია დატოვებული ლულის სახაზინო ნაწილის ქვედა ნაწილზე და ერთმანეთში კალისებრულად ჯდება და ესე მოძრაობს. და ეს ამ კონსტრუქციამ საშუალება მისცემს ამ ინჟინერს რომ ლულის კოლოფი დაედაბლებინა მაქსიმალურად დაბალი გაეხადა და ჩაეძირა ლულები ქვედა ლულა ნახე საერთოდ აღარ ჩანს. დაგვიდი ქვედა ლულა საერთოდ აღარ ჩანს ლულის კოლოფია ჩაძირული როგორც ბერეტას შემთხვევაში. და თუ დააკვირდები ი-27-ს რომელსაც შანირზე აქვს უკვე ზევითაზის მეორე ლულად ჩანს ნახევრამდე და სამიზნე თამასა უკვე ყუზიანი მიდის ეს დაბლიდან და მე სწორდება. ერთი ჩემ 27-ს უნდა დავაკვირდე ეგრეა სპეციალურად. კი და ამ შემთხვევაში უკვე სამიზნე თამასა პირდაპირ სწორ ხაზოვნად ჯდება ლულაზე. ეს ცოტა დაბალია ხო თამასა? კი, დაბალი თამასა ითვლება ეს და ამ ბაზაზე გამოუშვეს მე ISO 57 სტენდისთვის, ეს იყო რასტრუბი, რგვალ სტენდის სახმარად და ISO 57 ტრანშეისთვის. განსხვავება ის აქვს, რომ კალაპოტია შეცვლილი, გაძლიერებულია კალაპოტი და მცველის ღილაკი არ აქვს თამსხვრებს. საერთოდ არ აქვს. ისა რა მინდა იცი კითხო, რომ გადახსნი და დაკეტო ბევრ თოფზე მინახეს ავტომატურად გება, ეს მაგაზე ავტომატური მცველია, კი. არ არის ეგა. არა, ხო ეს არა ავტომატური მცველია. ის არის ავტომატური მცველი, როცა დაკეტეს და თვითონ დგება ავტომატურად მცველზე, ღილაკი და არის მოდელები, რომლებიც არა ავტომატურ მცველზეა და ეს არის უბრალოდ ის არა ავტომატურ მცველზე, ანუ ამ ბაზაზე გაკეთებული სპორტული თვალებიც არა ავტომატურ მცველზეა და ყველა სპორტული იარაღი, რომელსაც გააჩნია მცველის ღილაკი, არა ავტომატურ მცველზეა ყოველთვის. აი ავტომატური მცველი არ აქვს იმას. საერთოდ შეიძლება ან ღილაკი არ ქონდეს, ან თუ ღილაკი არა ავტომატური მცველზე იყოს, ხო? ანუ თავისად ავტომატურად არ შეაყენებს ფეხზე. პრობლემები ამ თოფებს საკმაოდ ბევრი აქვს, რო გითხრათ, რომ ეს თოფი იდეალურია და ყველაზე მაგარია და ყველაზე გამძლეა მეთქი ამას ვერ ვიტყვი, ერთ-ერთი ყველაზე ფაქტიურად მოსახმარებელი თოფია. პირველი პრობლემა რაც აქვს არის ინჟექტორების ეგრეთ წოდებული ბრტყელი ზამბარების პრობლემა, რომელიც ხშირად ხდება უდიერი მომყვრობის დროს, იმტრება. ბრტყელი ზამბარა, ანუ დაგრეხილი ზამბარა, ბრტყელი ზამბარა ფირფიტასავით და ხშირ შემთხვევაში დაბინძურებული ან უხეშად გადაიხსნა ან დაშლის მომენტში ხშირად ხდება ხოლმე დამტრევა ინჟექტორების. აი უბედურება რო არ მოხდეს, რას უნდა მიაქციოს ესეთი თოფის პატრონი. კარგად უნდა შეისწავლოს იარაღის დაშლა აწყობა და დაამუღამოს ის მომენტები, როცა იარაღი დაიშლება და როცა იარაღი აი აკვრიება ახლა ხელ სპეციალურად, იმიტომ რომ არ დავაზიანო, ხუჭით არ გამომივიდეს, თორე ამის მოხსნა და იმ შანელების ნახვა შეიძლებოდა. მაგრამ სხვის თოფია და დავშალოთ, არ არის პრობლემა. მეორე პრობლემა რაც იყო ამ თოფებზე, ეს არის ზამბარ, ეგრეთ წოდებული საბრძოლო ზამბარები. საბრძოლო ზამბარები ამ თოფებს პირველადი საბრძოლო ზამბარები აქვს შვილისებური. მოკეცილი საკეთებია. ნალებს რო გავს. ხო, ნალებს, ზუსტად. მოღუნულია, შენ ხშირად ჩამოგახოლმე ესენი მინახია ხოლმე შენთან და ხოდაშორის მე ეს ამ ზამბარებს, ამ ნალისებურ ზამბარებს უარი თქვეს და უკვე დაგრეხილი ზამბარები შემოიღეს, ერთ ხრი ჩატრიალებული. გაძლიერებული უკვე შემოყვეულია. ის კი აღარ ტყდება. და განსხვავება ი-27 ზამბარებსა და ამ ზამბარებს შორის არის, რომ ეს ზამბარა რო გატყდება, იქ უკვე ფუნქციონირებას კარგავს, ვეღარ მუშაობს დამტყმელი, იმიტომ რომ წინაღობა ზამბარის წინაღობა აღარ მოხდეს და ი-27 შემთხვევაში იქ სპირალური ზამბარა საბრძოლო და შუაში ღერძია გაყრილი. ის ზამბარა ჯერ ერთი არ ტყდება. როგორც გატყდეს, რადგან თავის ღერძზეა წამოსული, კატეხილიც მუშაობს. არის ფანტება ერთ ღერძზეა აწყობილი და რომელიც გატყდეს ან გაიბზაროს, ის თუ არ დაშალე ვერ გაიგებ, რომ
გატახილია მოკლედ რა. მე რა გამიგია იცი? აი შედარებითად პირობითად TOZ 34 და IJ 27. უნდა იყოს თოფი ისეთიო, რომ TOZ 34-ის ლულები კონდეს და IJ 27-ის მექანიზმიო. შეიქმნა ეგეთი თოფი სხვათა შორის 90-იან წლებში რუსეთში დააპროექტეს თოფი TOZ 120, რომელიც იყო ლულის კოლოფი, ლულის ბლოკი იყო მსგავსი აი ამ მსგავსი კი არა იგივე იყო რაც TOZ 34 და კოლოფი გაუკეთეს IJ 27-ის, მაგრამ ეს თოფი გამოვიდა ძალიან მძიმე. ვაშორ ნასროლი მაქვს ჩვენ ერთ კარგი მეგობარს აქვს ეს თოფი და ხშირად მომწია ხოლმე, მაგრამ ვიტანის ამბავში აი შორსროლის ამბავში გამორჩეული თოფი იყო, იმიტომ რომ ძალიან შორს შლის და ნუ რა ვიცი, მეგონება რომ შორსროლი თოფი ნადირობაში უპირატესობა ხანდახან ისეთი უარყოფითი შედეგი მოაქვს ხოლმე ამ შორსროლ თოფს, რომ ამ წეს ნადირობისას მაგალითად ძალიან შორს უნდა გაუშვო ფრინველი და მე შორს გაშვებული ფრინველი ჩამოვაგდე, ანი პოგი მას, ვეღარი პოგი მე. ახლა შეთო მოგვიდა სროლა საერთოდ დაფუჭებ. აი ამდენი წელია მე ნაწილები ჩამომქონა რუსულ და საბჭოთა თოფებზე. აი თითქმის 8-10 წელი რა. არასდროს არ მახსოვს რომ ვინმე TOZ 120-ის ნაწილი რამეში მოეთხოვა და ის გამძლეა თუ უბრალოდ არა აქვს? არა, გამძლეა, შედარებით ბევრად უფრო გამძლეა რა. იმიტომ რომ მექანიზმი იმას აქვს სათვალე IJ 27-ისა და IJ 27-ის დეტალებიც დაჟე იქ სიმძიმე მეტი აქვს, წონა მეტი აქვს, იქ გაძლიერებულია კიდე ყველაფერი იმ TOZ 120-ში. იმიტომ რომ ეს თოფი გამოუშვეს და სპორტულ სანადირო თოფის კლასში, როგორც უცხოელები აკეთებენ ხოლმე კომბინირებულ სპორტულ სანადირო. ეს პერო ხოლმე წინ ნიშანი. ის სპორტულ სანადირო ვარიანტია რა, ორივეგან შეიძლება გამოიყენო, მაგრამ უნივერსალური თოფი როგორც მოიხსენება ჩემ კარგად იცი არ არსებობს. უბრალოდ ვერ არსებობს. ბუნებაში არ ვერ იქნება. და აი ის TOZ 120-ის გამოუშვეს უფრო სპორტულ სანადირო ვარიანტში და მიუხედავად თავის სიმძიმისა, რიგ მონადირეებს აქვს და კარგად ხმარობენ. თუმცა პატარა პრობლემები იქაც შეიქმნა ხოლმე და მე ამოვწურეთ ძირთად იყო ის მოდელი არის ერთ სასახლეზე გათვლილი და გაურებულ და გასრულებს აკეთებს ძლიერ მოხდის დროს, იმიტომ რომ ლულის შევიწროება ძალიან დიდია და უკუცემა მეტი აქვს თოფს. ამ თოფზეც გეტყვი რომ ამ თოფიდან ახლა ჩვენ სრულად მოგვიწევს და წინასწარ შეემზადე რომ უკუცემა საგზნობლად მეტი იქნება ვიდრე ჩვეულებრივი სტანდარტული შევიწროების თოფიდან. უბრალოდ მიზეზის გამო რომ წინ შევიწროება უფრო მეტია და იგივე წონის საფანტის ამბლებიდან გასulis დროს მედიცინაო წარმოიქმნება. უბრალოდ მედიცინაო წარმოიქმნება. იდეალური და ძალიან მაღალი ხარისხის ქრომირებული დაფარვა ახლულებს შეინდან და ერთი შეხედვით რომ შევხედოთ ძალიან მაღალი დონის აწყობილი თოფები არის TOZ 34-ები შედარებით IJ-ის ქარხნის სერიული თორემ შევადაროთ და TOZ-ის ქარხნის სერიული IJ 34-ები შევადაროთ. შენ რა მინდა გითხო? წკიბი ხო იცი რაც არის წკიბი? ცენტრალური კომიტეტი ისლედოვსკალოვი ბიურო, კი ბატონო. არა, ცენტრალურ კონსტრუქტორსკი ისლედოვსკი ბიურო. ეგ მე როგორც ვიცი, ეგ როგორც ვიცი, იყო TOZ-ის ბაზაზე, IJ სარქონია. არა, TOZ-ის ბაზაზე და აი ეს წკიბს ურევი არა მე ხელი ამაში. კი. აი საიუბილეოებში ხო, ნიშნები არა აქვს ახლა მაგ წკიბის ნიშნები. წკიბ კიდევ უნდა ეწევოს სულად და ნახან ტულის და სხვა შორის წკიბში ნაწარმოებ რიგ მოდელებს, მაგალითად MC9-ს აქვს ტულის ნიშანიც აქვს და თუმცა კი, მქონდა მე და გავყიდე MC9. და ნანოფე ხარ გავყიდეს. შენ თუ იცი MC რას ნიშნავს აბრევიატურა? MC ნიშნავს მოდელ წკიბ. ხო, მოდელ წკიბა. მოდელ წკიბა 20-ზე. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ეს MC რომელსაც აქვს ეს აბრევიატურა და რაც ქვია MC, ეს არის ყველა წკიბი და უმაღლესი ხარისხის მოდელ წკიბ, ეგეთი. მაგრამ ეგეს პლაგიატური მიგინება. მოდელ წკიბა არ იყო, ეგ იყო ბრაუნინგის მოდელიდან მოპარული გადამტენელი სისტემა, რომელიც მე MC-ში განახორციელდა. არა, შენ ახლა იძახი MC21-ზე, ხო? 21 კი, მაგრამ მაგის გარდა იყო MC6, MC8, MC9. ფუნდამენტი კი პირადად. MC9, MC100, MC111, რუსულ პერდეს იძახი. MC100, MC11. ეს არის მაღალი კლასის თოფები. ეს ბევრმა არ იცის, რომ რუსები მარტო აი ტულითა და IJ-ს არ შემოიფარგლებიან. რუსებს აქვთ ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის სანადირო თოფები, რომელიც უბრალოდ მოსახლეობაში არ არსებობდა, არ იყო. ჰაი კლასი. ხო, ჰაი კლასი, რომელიც იყო მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა და სპორტსმენების ხელში, ყოველთვის ტრიალებდა და იშვიათად თუ ვიღაცასთან მოხდებოდა ესეთი მაღალი კლასის თოფები, რომ ძალიან ძვირები ღირდა ეს თოფები. MC100, MC111 საერთოდ რუსულ პერდეს ეძახიან.
MC 101 და რავი ბევრი მოდა 105 ბევრი MC ასაც ზერია წინ ეს არის მაღალი კლასის რანდება ის საბჭოთა დროს რო იყო მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი ცურანოვი ცურანოვი კი ბატონო ცურანოვს ჰქონდა ისა MC8 MC8 ეგ ისტორია ვიცი მოსმენილიც ამაგ და მან რა მოხდა იცი რაღაცაზე ხელი შეიძლება დაჭირდა წლები 750.000 ჰქონდა აი ნასტრიალ რა ისა გასროლები და რომ მიიტანა იქ წკიფში მიიტანა და თხოვა რომ ცოტა ხელი შეავლეთ ან რაც გამოსასწორებელია ისო შესთავაზეს ასეთი რაღაცა რომ დავტოვოთ და ახალს მოგცემთო ხო მოგცემთო ახალსო MC 108-ო და ეს დაგვიტოვე MC 8-ო დათანხმდა მიცეს MC 108 ამ წკიბმა დაიტოვა ანუ ტოზის ქარხანამ იგივე წკიბმა ეს და ხელი არ მოკიდეს და თავიანთ მუზეუმში დადეს კი ბატონო დღესაც აი ინახება წარჩინებულია ძალიან საამაყო მამულიშვილი იყო ჟღენტი მსროლი ოლიმპიური ჩემპიონი ისიც 108-ის სრულდა MC 108-ის სრულდა პატრიციამურს ჩვენ თემურ თამოლაძის მას MC 108 რომელიც ნასროლი მოხდა პირადად შეგრძნება როგორია იცი რა არის მძიმე თოფია და ძალიან ხისტი უკუცემით გამოირჩევა იმიტომ რომ ლულები შევიწროება ძალიან ის ახალ ძლიერი ხო მაგრამ მე ვიცი რომ რაც უფრო მძიმეა თოფი უკუცებ უფრო ნაკლებად კი გასაგებია ინარჩუნებს იმ მათ მაგრამ როცა ლული შევიწროება არის ვიწრო საფონს გასვლა ხო უჭირს და აი ძალა უკანაც მოდის და თან მოიხსენება ის რომ ეგ თოფები ინდივიდუალურად სპორტსმენებზე მზადდებოდა და მე მხარზე ცოტა ვერ მოვიდა გაშლილი კონდახი იყო ჩვენთვის ცოტა გრძელი გაშლილი ანუ გრძელი როგორ გრძელი კონდახი იყო და მე გაჭიმული უნივერსოდი ტრანშეიზე და ეთყობა ვერ ვიდებდი მხარზე და ესეთი შეგმება მქონდა რომ აი ახლას მახსოვს რომ ძალიან კარგად ვიბრახუნობდა მხარში რა აბა ეხლა ეს მოიგე ამ შემთხვევაში როგორია ეს რეზინია და ეს შედარებით უფრო აი ძალიან კარგი კომფორტული სამიზნებელი. უყურე მეც რომ მოვირგე მაჯაც და აი ცევიოზეც წინ ტიბჟირზეც ხელი ისე ლამაზად ზის გეგონება აი ხო იცი რა შენ სიმაზეა ჩამოსხმული და ტიბჟირს ორმხრივია ბარემ ესე ვთქვათ რომ ხო ორ ნაწილად არის წარმოდგენილი და დამაგრებულია გვერდთა გადმაბუნე დავანახე შაიბებით აი ხო გვაჩვენეთან და ეს ვიწრო ტიბჟირი ძალიან კარგი და მოხერხებულია ცეცხლის მართვის დროს აი ხელში არ და ტოზასოც ეს ძალიან დიდი აქვს სკელი ხელი აქვს ხო დიდი გაბარიტული აქვს ეს ემერ 153 მქონდა მეც ხო იმ სისქეის მქონდა მე პლასტიკის ავიღე მაგრამ ტიბჟირი მაინც იმ სისქე იყო რომ ძალიან არაკომფორტული იყო ჯერა და ხო კიდე აღსანიშნავია ის რომ ამთობებს ხშირად არ მოყოლოთ ხომ საქამრეები არა აქვს ანუ ანტაპკები რასაც კი. რასაც და რა ხომ ხო ხშირად მინახია რომ მაგალითად იუბილეოს არა კანქუნია ესენი და მე შეიძლება რომ დააყენო მაგრამ ნუ არა აქვს რა არ ქონია. ეს ნამდვილად ვიცი რომ ამას ქონდა შეიძლება რადგან ესეთი პადაროჩი ანუ სასაჩუქრე ვარიანტია შეიძლება ჩათვალეს რომ უნდა ქონოდა ეს მე არ დაუყენებიათ ქონდა. კი ბატონო. ნუ ეს შეიძლება ამ თოფს გეთქვა და სხვადასხვა ძალიან ელეგანტურად და ლამაზად გამოიყურება ამ მოდელის დაბალი კალიბრები 28 კალიბრი უფრო მოკლე ლულით არის 65 სანტიმეტრიანი ლულით ეს არის 72 სანტიმეტრიანი 71 ნახევარი 72 სანტიმეტრიანი ლულით ესენია 60 უფრო მოკლე 65-იანებია თუ ავსდებიო და ძალიან ლამაზი კომფორტული მოხდენილი თოფები გამოდის მე მქონია სიამოვნება რომ მინადიროს ამ თოფით მათაშორის მწყერზეც და აი ძალიან რულეტკა რულეტკა ხო ეს ჯილტმენსკის ძველებური ეს არის ძველებური მოდი გავზომოთ საბოლოო უნდა იყოს ხო მაგითო ძალიან მხრიდან სანტიმეტრია მეორე დიუიმები და ისე აი სანტიმეტრი აი ესე აი 0 გაწიე მოიცა აი 0 მითხარი 71 აი რა 71 ნახევარია ხოლმე რა ძირითადად და აჰა ეს 71 ნახევარი აი ყურე დაგვიდი ეს არის ლულის ფარი და 11 და ცოტა აქეთ არის რა აჰა იმედია ჩანს ახლა ცოტა გაშვერილი მაქვს ხელი არ ვიცი მოიდამოხდა აქ აი 0-ია უყურეთ 0-ია მოტანილი და 71 ნახევარი 71 ნახევარი 70 ეს კაი რამეა ხო ხანდახან ის რაღაცი მასალის ანემის ყიდვა რო გინდა ხოლმე და ხო ძველებური რაღაცები გიხსნა აი ჩემი ძველებური დანა ეს კარ თუ ნიჟეისა იქნება აწერია კიდე უსის იქნება რა არა პლასტიკია რაღაც ისეთი მოდელს ერქვა კიევი მე მგონი აწერია კიდე ხო ნუ შენ იქ ხარ ეს იქაური ხარ ეს იქაური ვიგება არა ეს შემორჩენილია რამდენიც ჩემზე დიდია ეს დანა კაცო
მოკლედ ესეთი ვარიანტია რა. ეხლა ერთ შეკითხვა მაქვს შენთან. აი იგივე გინ პადაროჩნი, გინ ისე სერიული, გინ სასაჩუქრე, გინ საიუბილე, გინ საცალო. ორი ერთნაირი კლასის რო იყოს. გინ სერიული. I27 თუ TOZ 34, აი შენ რომელს აერჩიოდი? ხო, კარგი კითხვაა. ბევრს ალბათ არც ეწყინება, არც ის უბრალოდ ხო არა საწყენი რა არის. ალბათ მე მქონია I27-ის 12 კალიბრის ტოფი და 20 კალიბრის ტოფი დიდი ხანი მინადირე. მაგრამ ხელში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სანდო და ძალიან უპრობლემო და ძალიან ესეთი გამტანი ტოფია 27 მე თავის მექანიზმით. ალბათ ახლა ამ ეტაპზე უკვე 34 ავირჩიოდი რა, ოღონდ ცოტა დაბალ კალიბრს. 28 ან 32-ს. და კონკრეტულად წესზე და კატალოგს ამანდირებს მექნება. კალიბრს დაანებით, თქვათ, აი მოვჭერით თქვით ისე 12 კალიბრზეა საუბარი. ისიც. ხო, ალბათ არ ვიცი, ამ ფიქრია მაგას ხოდა შორის რა. მე ახლა რუსულთურმე საერთოდ ჩევეში აღარ მაქვს რუსულთურმე, არა. ალბათ 34. კი. 20 ავიღებდი რა. უბრალოდ მიზეზის გამო რომ მეტი გამოცდილება შემეძინა ამ თოფიდან ნადირობის. მე ამ თოფიდან ბევრი არ მინადირია, მაგრამ აი წლები და ესე ვქონდეს, ესე არ მქონია. ჩემ მეგობრებს ბევრს აქვს ესე და ძალიან კარგად ხმარობენ და უბრალოდ მეტი გამოცდილებისთვის ავიღებდი ალბათ ამას, თუმცა დამწყებ მონადირეებს ურჩევ მე პირადად, რომ თუ გაითვალისწინებენ ჩემ მეგობრული შეგვეიქნება, თუ დამწყებ მონადირე ხართ, ეს თოფი არ უნდა გქონდეს დამწყებ მონადირეს რა, დამიჯერე რა. რატო? პირველი, რაში ლაწყობა არის ცოტა რთული და პრობლემური და შეიძლება დააზიანო და მეორე გაძლიერებული ჩოკების გამო რა. არა, შეიძლება ესეთი ძლიერი არა, მაგრამ ნახევარი ჩოკი და სული ჩოკი თუ. არა, ეგრეა ყველას რა. რა, TOZ 34-ს ყველას ეგ. 12 კალიბრის ყველას აქვს გაძლიერებული ჩოკი 0.9 1.2. სერიულსაც და იმასაც. არ არსებობს ნახევარი ჩოკი? არა, არ ვიცი. I57-ზე აქვს რასტრუბები. მაგრამ ის სერიულად არ გამოშულა, ეს სპორტული ტოფია და სპორტსმენს ხო. ეგ არც ვიცოდი, რას არ გაიგებს. კი. სერიულიც რო აიღო, რომ გაუზომო, შევეცრო არის 0.9 და 25. შეიძლება უყურ მე რა მინახია, იცი რომ წარწერა აკეთებენ, რომ ჩოკი პოლიჩოკია. რა აზრი აქვს ეგეც წარწერა რეალურად არ ემთხვევა. აწერია ჩოკი პოლიჩოკი და მე მინახია შტანგელი გამიზომია ლულიში და არხი წინა და რასაც შენ რომ მეუბნებოდი უკვე ვიცოდი რაც უნდა გეთქვა, რომ დაბლა იქნება 0.9 ზევით იქნება 0.1.25. და კიდევ ვთქვი რომ დიდი სამბით მივადექი ზომე გუშინ. არა ეგ ვისაც ეს მოდელი ტოფია ყველა მეც გადაჭრილი თუ არა რა თქმა უნდა. ანუ არა აქვს მნიშვნელობა სასაჩუქრე, საიუბილეო თუ სერიული. არანაირი აზრი არა. თუ ლულები მოჭრილი არ არის, გაზიანებული არ არის, ყველას აქვს ერთ და იგივე შევიწროება. და ძალიან გამძლე ლულები აქვს. ამ ლულაზე მე არ მინახია ავარდნილი პლანკა, ავარდნილი გვერდთა თამასა. აი ძალიან შეკრული მონო ის არის, ლულების ბლოკი აქვს რა, აი მაქსიმალურად ძლიერი ეთქობა კარგი მელულეები ყავდათ იქ და იდეალურად ამაეთებდნენ ამას. და სხვათა შორის აქ მე როგორც ვიცი მე ახლა არ მინდა რაღაც ესეთი სწორი ინფორმაცია გავაჟღერო რომ ამ ლულების შედუღებისას ხმარობდნენ ვერცხლის პრიპოის და 27-ში უკვე კალას ხმარობენ გაიაფების ამბავში და სიძვირითაც ეს მოდელები უფრო ძვირი და ყოველთვის ვიდრე 27-ები. აი რაც შეეხება ლულებს, ქრომირება, არა ქრომირება, ამათი საქმე არა ქრომირებული ამათ ლულები. თავიდანვე ქრომირებული ამათ ლულები. ლულების და სავაზნეს. მოდი დაშალი აბა და ეხლა ისე ვქნათ. მოკლედ ეს თუ ფიშლება ასე. ამას მიაწვევი. არა, ზედა წინა მიწიე ბოლომდე და ეხლა გადახსენი ისა, ბოლომდე. ქვედა თუ ზედა ბიჭო. არა. აი დაიშალა. ეხლა გავაგრძელოთ აი რაზე მქონდა საუბარი, ყურე. ესაა დატოვებული. ახლა დატოვებული მეჭრილები მოგითხარი, აი. ჩავახეტა. არა, თუ არ გადმოაბრუნებ ის აირემი ჩემს. ხო, რა, აი მაქსიმალურად. აი ამ კალის აი მოწედი. ეს გადმოაბრუნე ცოტა. აი ესე დაუში გავუსი. ხო, აი აქ არის ესეთი რელსივით, აქეთ ამ მხრიდან გადამოაბრუნება კიდე მეორე მხარეს აქეთ. აქ შიგნით ნახოთ. ხო, აი აქაც აქვს. კიდე გადმოაბრუნე. აი ნახეთ ეს რკალი როა. და მაგ რკალში ჯდება აი ეს ზედა რკალები.
სალასკებივით ესე ჩაკეტო ჯდება. სისტემა ის იყო, ნახე რა. ხო. იცოდე? აი, აბა, მეც მაჩვენე. მოიცადე. გამწოვი დენთები ყლიაში. ხო, გასაწმენდია ნადირობის. ეხლა გამოვიყო, აი, უყურე. ქვედა მოიცადე, ბიჭო, ვერ ხედავ მზე ურტყოს. პერდეშარჩო ხო გინახე ამაზე რა ვიცი მე შენ თქვი და აი პერდეშარჩოს მსგავსი ქვედა საკეტი აქ დააკვირდი. აი გამოვა, აი. თეთრი რაც გამოვიდა ქვევიდან. ქვიდან ლაპასები თუ გამოყოს თეთრად. მიდება კიდე ერთხელ. აი ესე ვერ ხედავ რომ ძრო. ეგ მე კი ვხედავ, მაგრამ აქ როგორ გამოჩდება მაგას. აი აი ხო ეხლა. მიდი? აი გამოვიდა, გამოვიდეს. ხო. აი ეს არის ხარი, აი. თიცას ვოდე ხო? ქვედანემსი გამოშვერილი რატო რჩება? გასროლია და იმით გატყმული. ეხლა რომ მიაწვე ზამბარა შეიტანს თითით წინ. შენ გასროლი მოგაკეთე და მე შეიტანს. აა. ეხლა შეიტანს, აი. აჰა. აი მოკლედ ეს არის, ნახე. კი. ეს არის და ეს ქვედა ჭრილი, შემოდავით, შედის აი აქ. აი მოშკიდოს, აი. ჩადე? ხო. ეს შევასე შეცვლილებოდა. შეიკეთება. ბილა მოძრაობს აი იმ შაღნირზე. და უმჯობესია ხოლმე რომ აქ იყოს ყოველთვის ანზეთი ან მცირე რაოდენობით, ძალიან მცირე რაოდენობით შევგაიტაოდი გახდეს მაგ. ხო. თეთრი. ის ყოველთვის რეკომენდაციას გავუწევ ყველა გადასახსენთებლებზე. საჭირო არის ეგ საცხი, იმიტომ რომ იცავს რა გადახეხვისგან. აი აქ ნახე უკვე უყურე ეტყობა გადახეხვის. და მაგას ვიძახვის, აი ნახე ხია და ეს ხო იცი რას ნიშნავს მე ერთხელ ორჯერ სამჯერ მე რომ დაიწყო სიმონდილას. ევა ეგ გასწორდება დაუძე კარგია. აი ხ არის შიგნით არის უკვე ინჟექტორების ზამბარები. ამას ეთიშება თუ ის არის? არა. არა, ამას არ ეთიშება სამწუხაროდ. თუ ამოიღებ იმ ზამბარებს, მე შემთხვევაში გაიდიშება. ხო, მაგრამ ვისაც უნდა ეგეთი ის. შიგნით აქ სისტემა და როგორც ეგ არის, ხშირად ხდება ხოლმე კიდე უყურე, თორსა გაჭედილია ხშირად ლატონის მასრებში და ტინოს დემსის ხმარობს ასეთობებში. ხშირად თუ გაიჭედება ლულაში ეს მასრა და არ ამოდის, ძალა ადგება მე აი ამ ხრებს, რომლებიც გადატანას გადატანაზე არიან პასუხისმგებლები და მინახია რომ ესენიც იღუნება. და ძალას დაატანენ რა, გადახდეს დროს, რომ ის უაზდა რომ ამოიღო, გაჭედილი როცა ავაზდა. მე აი ამას ძალა ადგება და შუაში თავის გახვრეტილი აქვს იმ ერთ ადგილას და იმის მიმართ იღუნება და მე უკვე ფეხზე შეყენება ერაღზე ჭირს ხოლმე. ეგ ეხლა სიტყვით რო გადმოვთარგმნოთ, რუსულად ქვია რიჩაგი ვზუოდა. ანუ ქართულად არის შემაყენებელი ბერკეტი. ბერკეტები, შემაყენებელი. ეგ რომელიც ძაბავს იმ უკვე იმშვილდებს. ხო, რო აწובה, ხო ხტები ეს ქვედან აწובה და კეცავს უკან. მშვილდებს კეცავს და მე რო დაუშვებ სასხლეთს ის გამონთავისუფლდება და ის ზამბარა ურტყავს უკვე ნემსებს, უბრალოდ იმ ჩაკუჩ ჩახმოს რომელმაც ნემს უნდა დაკრას. მაგარი ნომერი 35-57. ციფრიანია. დააკვირდი რომ ეს ლულის კოლოფი არის ფრეზერებული. ხელით გვაჩვენია რა ადგილზე. აი ფრეზერებულია, ფრეზით არის გაკეთებული და ჩამოსხმული წიო არ არის რა. ეს ანუ თავში ყველაზე მეტ ყოლა. ადვილად რო გაიგოს, ხა ჩამოსხმული არ ნიშნავს რომ რაღაცა ყალიფში ჩამოსხამენ და მე ამოიღებენ. ფრეზერებული არის, აი რკინის კუსოქს რო აიღებენ და მოქანდაკესავით რო იმ გამოთლიან, გამოჭრიან, ანუ ერთგვაროვანი და ერთფეროვანი მასითაა სულ. სიმკვრივე მეტი აქ ხოლმე იმას. ფრეზერებული მე ვიცი რომ ბევრად ჯობია ჩამოსხმოს ყოველთვის. რა თქმა უნდა, აბა ფრეზერებული სალამ ფრეზ დაიწყებენ, მანამდე ეს მეტალი მუშავდება, იჭრილდება. და სიმკვრივე ქონდეს, ანუ აწვებიან იქიდან, კვადრატს მიიღება, იმ კვადრატისგან მე ხდება ამოჭრა. ქვედა ნაწილი იხსნება აი ამ მინტით და მთლიანი დამცველსასყიდ მექანიზმი შემოდის ქვევიდან. და რჩება მარტო ეს ლულის კოლოფი. ხო. და ამაზე აწყობილი და თან გასაკეთე საოცარი რა არის დააკვირდი. გინახი ალბათ შენ სხვადასხვა ტიპისოფები ალბათ კი არ დაწუნებული ვარ და აი ესეთი გამჭოლი ღერძები. ამ ტოპში მარტო ერთი ცალი ხვდება დააკვირდი. დააკვირდი, გარედან არაფერი აღარ აქვს სხვა, ერთი ცალი გამჭოლი ღერძი აქვს. აი მას აძალა ადგება და რატო აი. ამაზე არის აწყობილი შიგნით მექანიზმში ეყრება ეს და ზედ მოძრაობს დეტალები რა, ამდენიმე დეტალი მოძრაობს ზედ. ანუ თლა თუ მაგისობაც არ იქნება, ხო ეგეც რო არ იყოს. მაგისობა ვერ იქნება, იმიტომ რომ ამაზე მთელი სისტემა აწყობილი აქვს შიგნით. M9-ზე ორი იყო თუ სამი ცალი მახსოვს. ხო, იმას დაფებია გვერდებზე და იმით. ხო. ეს არის ბოქსლოკად ითვლება ეს სისტემა ახლა. როგორ? ბოქსლოკი ერთ კოლოფში აწყობილი, მაგრამ განსხვავებული ბოქსლოკია რა.
აი 27-დან შედარებით, 27-დან შედარებით განსხვავებული ბოქსლოკია. ანუ ინგლისურს რო გავყვეთ, ბოქსი ნიშნავს ყუთს და ლოგ ჩაკეტო, ჩაკეტილი ყუთი. ხო, ჩაკეტილი, ხო, ბოქსლოკ ასე ქვია. ყუთში ჩაკეტილი მექანიზმია. მაგრამ განსხვავდება ხო ხედავ როგორ ღია ეს ბო და დაბალია, სუბუქია და იმიტომ რომ სუბუქ კლასის სანადიროთობებში ეს 34-ები ზოგადად. მე თუ ვკითხავთ ერთ-ერთი უნიკალური, მაგრამ არა საუკეთესო რუსული წარმოების სანადიროთოფია, მაგრამ იმ გადამოსახედიდან რომ გადმოვიხედოთ რა დროსაც ამ თოფების წარმოება დაიწყო, ერთ-ერთი ახალი სიტყვა იყო ნათქვამი სანადირო გლუვლიან იარაღ წარმოების სფეროში. ამ დაკიდების სისტემა საერთოდ შეიცვალა და ბევრი რამეზე უარი თქვეს. ანუ ტრადიციული პერდეს ჩარჩო და გრინერის ბერკეტი დატოვეს, მაგრამ სისტემურად შეიცვალა დაკიდების სისტემა ლულის. ეს არ არის არც სუდვარდის სისტემა, არც ჩარნერული დაკიდების სისტემა, ეს არის ტიპიური რუსული მოგონება რა, რომ ესე გააკეთებინათ. აქ ნახე რა შევნიშნე. აქ აწერია 65 მეგაპასკალი, ანუ იგივე 650 ბარი. 650 ბარია, ხო. ანუ 650 ატმოსფერო. ამით მე მგონი მაქსიმუმ 34 გრამის გასაუბრია. ხო, ეგრეა, კი, 25 გრამს ისვრის ეს. და მეტი აღარ უნდა დაღალო. აი იგივე ეს ხარისხის ნიშანია, გის რო წერია. რომბიქში. მე მგონი ჩანს, ხო. ეს გისი ვინც არიცით გასუდასტუნე რაღაცა ინსპექციონная სისტემა თუ რაღაც ეგეთი იყო და სტანცია. თუ სტანცია. საინსპექციო სტანცია. ხო, აი ესეთ რომში იყო ჩასმული და კიდე შეხვდებით ხუთკუთხედს თუ აქ იყო ამოატრიალე ხარისხის ნიშანი. შეიძლება. აბა მანდია ხოლმე და აქ ხო არ არის. ეს ეგ ხარისხის ნიშანი იყო საბჭოთა დროინდან და ეგ ექსპორტზე გასული იარაღები ყველას ხოლმე. და რა მითხარი ირაკლი? მე მგონი ამ უწურავად გავიერთებთ კი ეს მოდელი. განსხვავებით იმ 828-დან რო ბოლომდე ვერ გავედით იქ რა. გვიღამდებოდა და ეხლა მოგვიწია და გვიღამდებოდა და აქ მე მგონი გავიერთებთ. აქ ეხლა რაღაცა წარწერები შევნიშნე. ხო, რა მინდოდა მეკითხა. აი ეს გისი ხო, ჩემი ვარაუდი დაახლოებით იგივე არას დღეს CP-რო. CIP. კი. ეს საბჭოთა კავშირის CIP-ის თემაა რა. ხო, საბჭოთა კავშირის CIP-ის. ესე იგი ეს 650 მეგაპასკალი ვთქვით. აი ნახეთ ეს ორჯერ აქ აი პადაროჩი სასაჩუქრე რო არის უყურეთ. ხო, ეს კუჩინოსია შემოწმებული, ეს პადაროჩინი არ არის. ეს არის ლულები რო შეწყვილდა. ერთი არის შეწყვილების შემდეგ გროტასტიკა. პროჩნას. პროჩნას ხო. ლულები რო შეწყვილდა. ხო, რა პროჩნას კი მართალი ხარ. ფუ. მაშინ ეს არის, იმიტომ კიდე პუაწერია. ხო, ეს ნახევარკალშია უყურე. ხო. ხო. ეს არის რუსული, ეს უკვე რუსული თემაა რა, ეს ნუ ერთ სიტყვით ინტერნეტში არის აი მასა ინფორმაცია აი ამ დამღებთან და ეს ხაში არის რომ უკომლოდენთ არის გატაცდილი მაგალითად აი ეს ხაში ლულებზე რო რადი უკომლო ბეზდიმნი პოლოხზე რო გადა ნიტროდენზე რო გათვლილი ის დამღების შემა ქონდეს და კაროჩი ეს ვერ ლოგვათ რომ 5 გადმოაბრუნე რომ ვინც გადმოაბრუნე კარგად უგურმა რო არ ვაჩვენოთ აი ეს 18 და 5 არის ლულის გაბურღულობა ეს 12 კალიბრი 70 სავაზნე კი ბატონო მომენტად ეს ეჟექტორი და რეზინის უკან ეჟექტორი რეზინის პიჩით მოდელი სერიული ნომერი და ეს პადაროჩინი რო წელი რა ყველას არ შეცდეთ რომ ყველა წელი ყველა სერიული წარმოების თოფს წელი არ ახო მითებული ანუ წინაციფრი ყოველთვის წელი არ არის მაგის ფამილია რა ხო ზოგს ბოლოში აქვს ზოგ გამოყოფილი არის როგორც ვიცი 2 ციფრი წლის აი როგორც 1994 წლის მოდელი ხო და ის ამ მოდულებს თქვა კიდე დავამატოთ რომ ეს ლულები ანუ მზადდებოდა შემდეგნაირად ანუ ერთთვიანი ლულა არ არის რა სავაზნეები ცალკე დამზადებული და ძირითადად ლულა ცალკე ანუ მონობლოკ სისტემა არ არის აბა როგორ არის გადაბული დემი ბლოკ სისტემა არ არის აი უყურე შეხედე აქ გადამის ადგილს ეს მუფტა მზადდება და ის ლულები შემოდის მერე შიგნით ისინი წყობა რა გასაგებია ამდენ თვიანი ყველაფერი არ არის და ბაშოს ეს დემი ბლოკური სისტემა ანუ ერთიანი სისტემა უფრო ფასეულია ხოლმე და უსები უშუალოდ ასეთ ტოპებს მაგალითად i54-ს 10 ბარს როლობ კი აი კიდე მაგ ერთ შეკითხვა შედან აი ის პირობითად რო ავიღოთ 10 ბალიანი სისტემით ეს რამდენი სიმსახურებს შენი აზრით იდეალურად გამორებაში რო იყოს
ეს იყო სულ ახალი. ეს უბრალოდ გასაწმენდია ნადირობის სეზონის მერე. მინდა გითხრა რომ არც ის თოფი არის სერვანტში ეს კონკრეტული დასადებად. მოდელი? ეხლა 9 ნახევარი. კი. თითქმის აი 10. ერთ ქულას ვაკლებ, იმიტომ რომ რულები არის სიპით და რამდენიმე ეს სევარა არის ამოვარდნელი ვერცხლის. ჟანგები არ შეიმჩნევა და ნახეხი აქ აი ამ ადგილას. და პლუს კიდე ამას ყურერეთი ფასდება იარაღი, როცა ეგრეთ წოდებული ნაჭდები ქვია მას, ხო, ნასაჭკას. ხო. ეს როცა ნაცვეთია, გლუვია, ესე იგი ნამუშევარია იარაღი, დაჭრილი თუა. და როცა სწორ ყველა საიდუმლოს თუ გამომხელინებს ხოლმე. იცოდეს ხალხი რაღაცა ეხლა. როცა წვეტიანია და ხელი ედება, ესე იგი არ არის ნახმორი და ახლად არის ხავიანი როცა. ეს სიპი არ არის, ეს არის დაგლესილი. ნაგლესია სიპი ქვია მაგას, ნაგლესი. მე ამას გავატარებ და ამოვხეხავთ და არა, რა მოხეხავდა და მე უკვე სხვანაირად შეფასდება. უკონტეინერო ვაზნით რო არის ნასროლი, იმიტომ აქ ეს ლულაზე ნაგლესი. ამბობ ხოლმე და გიჟია რო ამოფალოთ შემოშეთ გიჟია. ნახევარ და ავტომატურ თოფებს შეეხება ინერციულებში შეგეძლიათ ეხმაროთ უკონტეინერო ვაზნები, მაგრამ გაზოგადამტენ მექანიზმით აღჭურვილ სანადირო თოფებში მოერიდეთ უკონტეინერო ვაზნების ხმარებას და რატო? თემასთან შორია, მაგრამ მაინც ორი სიტყვით გეტყვით. მიდი აბა. ლულაში გავლის დროს საფანტი გინდა არ გინდა იდეალურად დამზადებული ვაზნა იყოს, მაინც იხეხება. ეს ნაფხვენი მაღალი წნევით გამოდის უკვე გაზოგამტარ მილებში. იმიტომ რომ გასთან ერთად შედის ის. დიახ ბატონო. ურტყამს ეს გახურებული, გადამდნარი კალა, მას რა ქვია, ჯერ მუფტა, სადაც მდგუში დგას, იმის კიდეებშიც ის ჩაყირვა, ჩადნობა. და მე ურტყამს მდგუშს. ანუ ისე ხდება რომ დიდი წნევით ამ გამოდნარ კალას ვაყალავებთ მაშინ რა ქვია. ანუ ძალით ვტენით იმ გრიჯოებში, ხო. და როცა კონტეინერო ვაზაშია, კონტაქტი ლულის კიდარხსა და საფანტ შორის ნაკლებია. არ არის იდეალურად დაცული ლულის არხი საფანტისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლები აქვს კონტაქტი რა, ლოგიკურიც არის ხო კონტეინერში და იმიტომ. და იქ უფრო ნაკლებად იფხნება ეს საფანტი და კარგავს თავის წონას და იწონა კიდე ახლა როგორ იყოს ნახევარ ავტომატური თოფი, გეტყვით სადაც გროვდება ხოლმე ეს ასე თანით ამომისვია და ამომიგლიჯე ნახევარ თორესებული ჩამდარი. შენ გეკნება მაგის შესაძლებლობაც სხვა ვიდეოებში, ახლა წინასწარ არაფერს არ ვამბობ და კიდე გვაქვს რამოდენიმე ასე ვთქვათ, არა აი რომ შირპატრები, ანუ არა მასიური გამოყენების იარაღის, კიდე სხვანაირ გამორჩეული მოდელებზე ვგეგმავთ. დავით მე ერთ რაღაცას გეტყვი რა, გლულიან და ზოგადად იარაღი ესეთი ამოუწურავი თემაა, მთელი დღეები რომ ვიღოთ და შენ ვიდეოები და ვილაპარაკოთ, ვერ გამოჩერებ, არ გაჭერდება. ხანი მაგის გამახსენდება, ხანის გამახსენდება და ეს საჭიროებრივი რჩევებია, რომელიც საერთო ჯამში მე როგორ რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე იყო ჩვენ მაყურებელს, რომ რატო არ უნდა იხმაროს დაუშვათ. კი, კარგია, უკონტეინერო ვაზნები მწყერზე უცხოჩილის, მაგრამ ამ დროს შეიძლება ძვირად ღირებული თოფი გამოიყვანო მდგომარეობიდან, რომ მე როგორ ის ფასი გახდეს ნული. ეს სულ არ არის სამწყერე, მე თუ მკითხავ ეს არის ქედანზე იქნება აი ძალიან, აი უკვე ხო, შენახლა პრაქტიკული მონადირი ხარ და არ გეშლება ეგეთი რაღაცები. ამით იდეალურად ვიანდერდი ქედანზე მაგალითად 7-8 ნომერის საფონდი. ტყის ქათამზეც არა, ქედანზე. ხო, ქედანზე, ცოტა ესეთი იხვი. ბატი, იხვი, ქედანზე. ნუ საღმოსპირელიოძე არა იხვი. იხვი უფრო ალბათ დილის პერიოდში ცოტა შორს რომ მოდის რა. სად არის ახლა აღარც დღისით არის, აღარც საერთოდ არ მინახია. გუშინ დაბატიჟეს ჩემო ძმაკაცებმა და გავსინჯა იხვი, ხოდაშო ძალიან მომეწონა. მოგითხოვთ უმიყურებენ აქედან, გენაცვალეთ ბიჭებო. მე ვერ კლავობა რა ვქნა. სეზონის დაგვიმთავრდა თან და მაგათ ისე. ეს ახლა ამის თეორიული მასალაზე კიდე გვაქვს რამე სათქმელი თუ გადავიდეთ პრაქტიკულ სროლაზე. გადავიდეთ პრაქტიკულ სროლაზე. აქ ახლა დღეს წამოღებული მაქვს ძირითადად არის ქარხნული ვაზნები, სხვადასხვა ნომრები და ერთი რა მინდა იცი გითხრა, საფანტის ნომრების მიხედვით ეგ არ გვითქვავს, რომელია უფრო ამაზე მორგებული, მსხვილები, წვრილები, უფრო წვრილები, იმიტომ რომ გაძლიერებულ ჩუქთან გვაქვს საქმე აქ და რა ნომრის ჩათვლით 6, 5, 7 ნომრის ჩათვლით მიიტანს ძალიან კარგ დაჯგუფებას გააკეთებს. მე უკვე ჩვენ თვითონ აი ხო წინასწარ არ მისროლე და არ უჩით, ასე რა გავუკეთებ გასულა. თქვენ თვითონ დარწმუნდებით სროლის შემდეგ რომ სხვილი საფანტს უფრო მოიმატებს საფანტის იმს, ხო? უფრო მეჩხერი გახდება საფანტზე, სამიზნეზე საფანტების მოხდრის რიცხვი. აგერ იქითა გვაქვს ჩვენი. მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ ვერ გაისვი, ისმის ჩვეულებრივად. ყურა წეხანში კარგად აღნიშნე და მინდა კიდე გავებეურო, რომ ასე ტოპიდან მაღალი წონის ვაზნების სროლა სასტიკად აღძარულია. საფანტიც რო იყოს, არ შეიძლება. ჯერ უკუცე მაგიქნება ძალიან დიდი და მეორე იარაღს დატვირთვა მიეცემა რა. უბრალოდ მოარყევ თობს გააფუჭებ დროთა მაქსიმუმ 35 გრამი და მე მაგის მომხრეც არა ვარ. 32-34 გრამს ეს ტოპები სვრიან ძალიან კარგად.
რა ვქნათ, დავცეთ ბნედა სამიზნის. აგერ გვაქვს ყველაფერი. ეხლა ირაკლი ააწყობს თობს და ხო, ოღონდ მოუწევს ჯერ რა. კი ბატონო, ერთ დღეს გავაბოლებთ ეხლა. აგერ ჩვენი სამიზნე იქ ადგას და რა ვიცი, ვარჩიეთ რომ აგერ გადაზომილი გვაქვს იმ დღეს რომ მოვედით და ეს ქვა რო გდია 35 მეტრზე, ისევ აქ დაგხვდა და გადავამოწმე, მაინც გაწეული ხო არ არის და 35 მეტრი როგორც დავტოვეთ, ისევ ისია და აი იქით 40 მეტრზე ეს წითელი აგური რო დავაგდეთ, ესეც აქ არის. ხელი არავის არ მოუგიდია. ვაგრძელებთ ვიდეოს გადაღებას და გადავდივართ ეხლა პრაქტიკულ სროლებზე. ეხლა მე მინდა წარმოგიდგინოთ აი ესეთი ვაზნა, ეს არის აზოტის B და Q, ანუ ბალანსი და ხარისხი ესე ერქვა. ქარხნული ვაზნა, ეს არის 7.5 ნომერი 26 გრამი. ეს არის სუფთა სპორტული ვარიანტი. ეს 7.5 მე როგორც ვიცი ირაკლი, რომელსაც აწერია, ეს 7.5 არის კაცრად იმის სპორტული ვარიანტები და შედარებით სიმკვრივით მეტად გამოირჩევა ეს საფანტი. ბილი არ არის, რომ თებში თიხა გატეხოს მაგითო და ზედ არ მიეჭყლიტოს. ზომაც 7.5 არის მაგისთვის და გამოიჭრა. სწრაფია უფრო ეგ ხო, აი ეს არის 26 გრამი. მერე გვაქვს რემინგტონები გვაქვს, სტერლინგი და ეცავს მერე ჩემ დატენილსაც რომ შევადაროთ იგივე 32 გრამიანი 7 ნომერსაც. საიდან გინდა როგორ ორივედან ხო ზედა ქვედა ვისროლოთ, მივიდეთ აღნიშნოთ. აი იქ დადექი მიდი 35 მეტრის მანძილზე. კლასიკურად თოფებისთვის მე ისიც ავთქვათ რატო იყო ეს 35 მეტრი რატო ითვლება. მოიცადე? ხო, შეგიძლია ისროლო, ეს მზათა ვარ. ჩამოყირავდა ჩვენი სამიზნე. მივიდეთ ახლოს, მოვნიშნოთ და გადავიღოთ მონიშნული. აი კონტეინერი ვიპოვეთ. გახსნილია ძალიან კარგად, სრული გახსნა. ეხლა მოვნიშნავთ. აი ესეთი სურათი მივიღეთ, ეს იყო პირველი გასროლის შედეგი 7.5. პირველი გასროლა 0.9 ჩოკით, 7.5 საფანტი, 26 გრამი ქარხნული აზოტი. ხარისხი და ბალანსი ესე ქვია. ცენტრი დამაჯერებლად აღებულია და ძალიან სიმეტრიულად არის განაწილებული საფონტი. თანაბრად არის განაწილებული. მართალია კარდონი ეს დაპრესილი ის არის. ანახე ესეც რამდენიმე ფენიანია და ამის გახარტო არ არის ხოლმე ადვილი საფონტისთვის. წებოც არ ნახმარია და რამდენიმე ფენაა და უბრალოდ ვერ გახვრიტა, მაგრამ საკმაოდ ძლიერად მოხვდა და თანაბრად გაანაწილა. ამ შემთხვევაში ახლა ეს ვიწრო ზოლი გვაქვს ახალს, იქით აღარ მოვნიშნე. თანდაც მოხდებოდა, მაგრამ ეს ყავისფერი მარკერით დავიწყე გათავდა და შავით გავაგზავნე. ირაკლი ჩtildeით გამოიწია. აი ეგრე. ხო და ეს ბოლომდე სულ აღებულია. ხოც მე მგონი კარგი შედეგია. იდეალური. გადავაკრავთ ეხლა ალბათ თუ მთლიანად მოითხოვა, მოდი მთლიანად გადავაკრათ, ხო? ხო. ცენტრში აი სტაფილოსფეროშიც მოხვედრილია საკმარისი რაოდენობა და ნუ გავაგრძელოთ. ძალიან მოხვედრილი მელამისა. ეხლა იგივე ვაზნას 7.5 26 გრამი აზოტის ბალანსი და ხარისხი გავისვრით ზედა გაძლიერებული სრული ჩოკით 1 და 25-დან. ცოტა ცერად ხო არ დავდგით სამიზნე. ხო, სამიზნეზე ახლა ზეღა მთლიანად არ იყო ქაღალდი გადაკრული, ეს არის დაახლოებით 80-80-ზე. თუ არ ვწდები ეგ სამიზნის ზომა, ეხლა რაც არის და ზეღან გვერდები ქონდა ცოტა თხლად. თავიდან ბოლომდე იყო სიმაღლე, ეხლა მთელი ის არის. ეს იყო 1 და 25.
ეს არის მეორე გასროლის შედეგი 1.25 მიასედი შევიწროებით. 7.5 საფანტი 26 გრამი სპორტული ვაზნი. აი ესეთი შედეგი გვაქვს. წეღან დაგვეზარა, წეღანას მთლიანად უნდა გადაგვეკრა, ნახე როგორ არის გაფანტული კარგად. რა სიტყვი? ცოტას კარგი დაჯგუფება აქვს. ჰა? ცოტას კარგი დაჯგუფება აქვს. თანაბრად არის განაწილებული რა. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს არის 26 გრამი. აკი რომ დაბრუნდა ეს ცალობური. მე ეს მონახედია. აკაც. და ქვემოთ. დრო რო არ დავკარგოთ, მე და ირაკლი ახლა ორ ხელში ვწინს კლაუდით ამას მარკერებით. მაინც გამოგჩა ორი. არა უშავს. გავაგრძელეთ აბა. ირაკლი ახლა მესამე გასროლა მინდა დავაკეთოთ. ეს არის რემინგტონის ვაზნას. სეზონზე გამოჩნდა ეს თბილისში იყიდებოდა, ზუსტად აღარ მახსოვს რომელი მაღაზია იყო. ეს არის 7.5, ანუ 7 და 1/2 და 7.5 28 გრამი. მაგრამ აი თავს შეჩახედე ეს ქართულები რო ვიყიდე. პირველი გასროლის მერე რაღაც არ მომეწონა და მე ესე უყურე უფრო კვეთრის გაუკეთე. ჩაღრმავება ბორტი ჩაუწიე და ჩემი ჯადო მატრიცებით შემოვატრიალე და უფრო ღრმა ბორტი გამოვიდა და უფრო ჩაკეცილი, უფრო ლამაზად. ანუ აქ მარტო ფაბრიკა არ არის, ჩვენც მივიღეთ ამის კონდიციამდე მიყვანაში მონაწილეობა. ხო, სპორტინგისთვის არის ესეც. ხო, სპორტულია ეგეც, ეხლა ვისვრით ისევ იგივე მანძილიდან. პირველი პედალულა იქნება 0.9 ლულით მესამე გასროლა. ბიჭო საით გადააყირავა. ეს არის მესამე გასროლის შედეგი 0.9 ლულით, ქვედა ლულით, 7.5 სპორტული საფანტი 28 გრამი, რემინგტონის ვაზნა. ნახეთ რა კარგი გაშლა და განაწილება აქვს, იმედია ჩანს. მთლიანად დაფარულია, აღებულია. მაგრამ ერთი რაღაც მოხდა, ნახეთ. კონტეინერი ვიპოვეთ და ორი ფთა არის გახსნილი, ორი არ არის. ეს ორი ფთაც გახსნილი იყო, ახლა გავჭერი. ხო. ბევრად უფრო კარგი თანაბარი, მაგრამ ახლა თანაბარია რა, არაფერი. არა, მშვენიერია და უფრო დახუნძრული იქნებოდა მე თუ მკითხავ. ნუ რა ხდება, როგორც ორი ფთა შეკრულია, ამოხუჭება ხდება ხოლმე ამ ფთის ხარჯზე და აი ესეთ რეალდება საფონტები რა, კონტეინერი. ეს მოიკეცება აქედან და მე უკვე ურევს ყველაფერს. ანუ გამოვარდნის შემდეგ ეგრევე ყირავდება კონტეინერი, სწორედ არ მიფრინავს და წესით გამოთვალებული და მოიკეთოს აი ასე. ქოლგასავით გადაიშალოს და ჩამორჩიოს მე უკან საფანტის კონას. საფანტი გააგრძელებს წინ სვლას და ჩამოვარდება უკან. იმიტომაც იყო საფანტის ნიშნულის იქით ეგდო ეს კონტეინერი იქით ვიპოვეთ. ყირამალა წავიდა. აი წინა დასრულიც მე. არა, წინის წინა პირველის ვიპოვეთ და ესე იგი აზოტმა მეორე გასვლისა ხოლმე. ხო, აზოტმა აი დააგდე იქა. აზოტმა უფრო კარგად გახსნა კონტეინერი ვიდრე ამ რემინგტონმა. ეს მეორეს ნახოთ, ახლა მეორეს აღახსნეს და ხო. თავის დროზე ეს აზოტები ბლომად ვიყიდე და კიდე მაქვს რაღაც მარაგში შემორჩენილი. რემინგტონით მეორე გასროლა, ეხლა უკვე ზედალულით. 1.25-ით იგივე მანძილით. აბა ეხლა თუ გახსნის კონტეინერს ბოლომდე. წესით თუ გაიხსნა თანაბრად დროზე, სამიზნეს არ უნდა გაცდეს, მანამდე უნდა დავარდეს. ზედ მოხდა კონტეინერი დავინახე. ცენტრში მოხდა აფორიაქებული იქნება იქაურობა.
ეს გვაქვს მეოთხე გასროლა იყო. ზედა ლულა 1.25 შევიწროებით, 7.5 გრამი ნომერი, სპორტული 28 გრამი რემინგტონი ქარხნული. რა სიტყვი ბიჭო? აი ძალიან მაგრად დაჯგუფებული, არ გინდა მეტი, რა უნდა კარგად არის გაშლილი, მეც მომწონს. ზიანულად არის გაშლილი. მართალია კონტეინერი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ იმედია კარგად გაშლა. გაიშალა კონტეინერის და კიდევ შედარებით უფრო კარგად თანაბრად ცენტრისკენ დაჯგუფებულსაც ვერ იტყვი, მაგრამ აი პერიფერიაში კარგად გაშლილი საფანტის კონებია რა. აი მასათი დაჯგუფებით ახლა მაგმანძილზე არაფერი არ უნდა წავიდეს წესით. ეხლა ორ გასროლას გავაკეთებთ კიდე ზუბერის ვაზნებით 6 ნომრები კონტეინერში და მე მგონი უკვე სურათი ნათელია ეს თოფი რასაც შვება. კი ბატონო, სრულიად. 6 დღეს ეხლა როგორც წეღან თქვით ორ გასროლას კიდე გავაკეთებთ და მე მგონი ამით შემოვიფარგლოთ. ეხლა ეს დავდგა ერთი წამით. ეს არის ყველასთვის საყვარელი ვაზნა ზუბერი, ყველას ძალიან გვიყვარს. ზუბერია ესა 6 ნომერი 34 დავითას დანავრტებულია. 34 გრამიანი. მოიწიე მეორეც აქეთ გვერდზე მოუდიასე. არც ამის თავები მომეწონა ქარხნული და ამასაც გადაუარე ჯადომატრიცით. ცოტა ბორტით ჩაუღრმავე. კონტეინერში დევს ესეც 4-ფრთიან კონტეინერში. ხო, ეს არის 6 ნომერი 34 გრამი. პირველი გასროლა ქვედა ლულა 0.9 შევიწროვება. მომეგიც. აჰა. ანჯელი იგივე, სოლერი იგივე, თოფი იგივე, ვაზნა ზუბერი 6 ნომერი 34 გრამი. ქვედა ლულა. კონტეინერი მოხვდა, ამისიც დავინახე და დაახლოებით ვიცი სადაც გაფრინდა. ეს არის მეხუთე გასროლის შედეგი 0.9 ჩოკიდან 6 ნომერი 34 გრამი ზუბერი. ხუვითომ თითქოს ძალიან თანაბარი და კარგი გაშლა აქვს და აქ ესეთი კურიოზული შემთხვევა მოხდა, ჩემ ცხოვრებაში პირველია ეს. ჩემთანაც. ნახე ირაკლი. კონტეინერი ვიპოვეთ, რომელზეც არც ერთი ფთა გახსნილი არ არის. მიუხედავად იმისა, მაინც ნორმალურად აი, ჩაყა თითოში თუ დაწმუნდა რა არის. ხო, არ არის გახსნილი. და შეკრულია და ეს ალბათ გაიხსნა თუ არ დავატანეთ ძალა. საკმაოდ ძალდატანება უნდა. მოკლედ კონტეინერი არ იყო გახსნილი და მიუხედავად ამისა რავი დამოკმაყოფილებელი შედეგი დადო მაინც. ზუბერმა ივაშკაცა და ცენტრიც აღებულია და თანაბრადაც არის გაშლილი. რავი და ეს რო გაშლილი იყო თავის დროზე, როგორც საჭირო ისე რო გაშლილი იყო, დამერწმუნებით ალბათ რომ უკეთესად განაწილდებოდა საფანტები რა. რატომღაც გონია გაცილებით ნაკლები იქნებოდა საფანტი, ეგ რო გაშლილი იყო დროზე. უფრო მეტად გაკაჩავდა სიგანე სიმაღლეში. ხო, განაწილებდა უფრო რა მაგას გვიძახ. აი ესეთი ის არის შედეგი. აი შე რა ვქნა. ესე იგი დღევანდელი დღის ფინალური მეექვსე გასროლა ზუბერის ვაზნა 6 ნომერი 34 გრამი ზედა ლულით 1.25 შევიწროვებით. მე მგონი ეს 6 გასროლა სავსებით საკმარისია, ასე თუ ისე წარმოდგენა რომ შეიქმნას. მოგვა კონტეინერი ვეღარ დავინახე ამჯერად. სანამ დავწინწკლავთ. ესეც გაუხსნელია. ეხლა სანამ დავწინწკლავთ სამიზნეს, ნახეთ ზუბერის კონტეინერი საერთოდ არ გაიხსნა. მეორე უკვე. ხო. აი რატომ არის საჭირო კიქსის მაგვარი პორტირებული ჩოკები. და ძირი შაგლიჯილი. კიქსი რო ქონდა და დააყენებდი ამაზე? არა, ამაზე ვერ დადგება კიქსი, მაგრამ კიქსი რაზეც დგება ან ბილმანი ან მსგავსი ისინი
ნახრეტიანი პორტირებული ჩოკები, ისინი ყველა ვარიანტში დიდი ალბათობით დაშლიდა და გახსნიდა. ეს არ დავხიოთ. გაგლიჯავდი, მაგის ასე უნდა წამოვიღო. ნიმუშად მინდა რომ ეს მქონდეს. აი ეს ძირი ოპტურატორი გახეთქილია. მოდი ვარ მე და გავიდეთ. გახეთქილი რო აქვს, იმიტომაც ამ ამორტიზატორზე ჭვარტლი იმიტომაც ამოიტანა, რომ რა თქმა უნდა, გააპარა. ახლა დავშტრიხავთ და გადავიღებთ და წავედით. ჩრდილი. ეს იყო მე-6 გასროლის შედეგი. ზედალულა 1.25 მიასედი შევიწროებით. ზუბერის ვაზნა ნომერი 634 გრამი. არც ამჯერად არ გახსნა კონტეინერი, არც ერთი ფრთა. მაგრამ შედეგი ასე თუ ისე მაინც დამაკმაყოფილებელია. არც ეს გრამაჟის გამო მოხდა ესეთი რაღაცა თუ რა იყო. პრაქტიკაში პირველად მაქვს ესეთი შემთხვევა. თუმცა თავები რო გადავამატრიცე ხელახლა და ბორტი ჩავაღრმავე, ნადირობის დროს მე ვიგზენი აშკარად ის იყო ცვლილება თავიდან არ მომეწონა და ამ ვაზნებს მე ვისროდი ბილმანის ჩოკებით პორტირებული, ანუ გვერდებზე რო ნახრეტები აქვს და იმ შემთხვევაში მაშინ სრულად ხდებოდა მისი გაშლა. აი ერთ-ერთი კიდე დამადასტურებელი იმის რომ ხშირ შემთხვევაში საკუთარი ხელით დამზადებული ვაზნები ჩვენ რო ვამზადებთ, მაშინ ყველა კონტეინერს სათითაოდ ფირფიტებს ვხევთ ფოთლებს და დაზღვეული ვართ უკვე იმისგან რომ რომელიმე არ გაიხსნება და ჰაერში გადაყირავებას არ დაუწყებს. ასე რომ ესეთი შედეგი გვაქვს. დღეს საცდელის სროლები ამით დავამთავრეთ. აბა ხალხო, დღეს ამით დავამთავრეთ. ჩვენი რაღაც გინდა განხილვა დაარქვით, გინდა მიმოხილვა დაარქვით, გინდა რაც გინდა ის დაარქვით. ამ 24 სასაჩუქრე ვარიანტზე საუბარს. დიდი მადლობა ირაკლი გვერდში დგომისთვის. საცდელის სროლებით შევასრულეთ რა. კაკეთ მადლობა საჩუქრისთვის თქო. ხო, აბა მოიხადე ქუდი ერთი წუთი. ეგ საკმაოდ ცხელი ის არის და ცოტა დაგითბობს კანს და შეიძლება თმებიც წამოვიდეს. თავს თუ დაიღლით რომ იტყო მოწვილო. არ გაოფლიანება იცის ისეთი თბილია. ხო, ნუ ხუმრობა და მასხარაობა იქით. ეს იყო რა ისეთ ხმაც გვინდოდა. გავაგრძელებთ კიდე საინტერესო მოდელების მოძიებას. აი მე ჩავთვალე რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო მოდელი იყო. თუ ვინმეს გაქვთ გამორჩეული ტოპი, გამორჩეული მოდელი ძველი, ახალი და გინდათ რომ განხილვა გაკეთდეს, დაგვიკავშირდით. შეძლებს დაგვარად გამიხილავთ იმ მოდელებს, იშვიათ მოდელებს, განსაკუთრებით გაგვიხარდება თქვენი აქტივობა ამ ხრივ. აბა დროებით ამით გემშვიდობებით. სეზონის გახსნამდე კიდე ერთი დღე დააკლდა, 2 დღე მოაკლდა უკვე. 2 დღე მოაკლდა, კი ვითვალოთ ახლა უკვე ათვლით და იქნება. როზი